პირველი რამ რაც უნდა გააკეთო ეს არის რომ 3D მოდელი გადმოვწეროთ. მე ეს მოდელი გადმოვწერე Sketchfab.com-დან. აქ არის უამრავი უფასო მოდელი, რომელიც შეგიძლია რომ გადმოწერო. უბრალოდ დააწყაპუნე იმ მოდელზე, რომელიც გადმოწერას გინდა. შემდეგ ჩადიქვემოთ იქ, სადაც წერია download 3D model და გადმოწერე ის, რომელიც აღნიშნულია როგორც GLB. ეს არის ის ფაილი, რომელიც მოდელში უკვე ინტეგრირებულ ტექსტურებს შეიცავს და უკვე შეგიძლია პირდაპირ გამოიყენო PowerPoint-ში. ესე იგი, ჩვენი პრეზენტაციის გაკეთებას მეორე სლაიდიდან ვიწყებთ. პირველ რიგში მარჯვენა ღილაკით ვაწვევით სლაიდს და ვირჩევთ format background. შემდეგ კი ფონს ვირჩევთ. აქ როგორც ხედავთ არის ორი ფერი მოცემული. ერთი არის ღია წითელი და მეორე არის მუქი წითელი. ამის შემდეგ ჩვენ ვამატებთ ტექსტს, რომელიც იქნება სლაიდის შუაში მოქცეული. ამ ტექსტს ვამრავლებთ ორჯერ და უნდა გადავანაწილებთ შემდეგ მთელ სლაიდს. როდესაც მთელ სლაიდზე გადავანაწილებთ, მოვნიშნავთ ბოლო ორ ტექსტს, დავაწვევით მარჯვენა ღილაკს, ისევ format background-ს, გადავალთ ტექსტის პარამეტრებში, მოვნიშნავთ no fits, ანუ ტექსტს გამჭვირვალედ დავტოვებთ. შემდეგ უკვე კონტურს დავამატებთ, ამ კონტურს გავუზრდით სისქეს და ფერს დავაყენებთ თეთრზე. ახლა ვაკეთებ სლაიდის დუპლიკატს Ctrl-D ღილაკით. მოვნიშნავთ ბოლო ორ ტექსტს და ქვემოთ ჩამოგვაქვს, ანუ სლაიდიდან გარეთ უნდა გავიტანოთ. შემდეგ ფონს თეთრ ფერზე ვაყენებთ. შეიძლება გამოჩნდეს რომ სლაიდზე არაფერი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში აქ არის ტექსტი, რომელსაც შუაში დავაყენებ. შემდეგ ისევ ტექსტის პარამეტრებში შევდივართ და ვაყენებთ ფონს, სუსტად იმ ფერებით, რაც მეორე სლაიდზე იყო. ახლა მხოლოდ ის ფაილი უნდა შემოიტანოთ, რომელიც გადმოწერეთ და 3D მოდელს შეიცავს. როცა 3D მოდელს დააჭერთ, შეგიძლიათ რომ ხედი შეცვალოთ. მაგალითად, მე უკნიდან დავაყენე. ამის შემდეგ უკვე მოდელის კოპირებას ასრულებთ. Ctrl-C და ჩასვამთ მეორე სლაიდზე Ctrl-V. საჭიროების ამით გადაადგილებთ ან ზომას შევცვლით და მოდელის შუაში არსებული ბერკეტით მობრუნებას ახორციელებთ. ის ხედი არჩევთ, რომელიც გსურთ. თუ მოგწონთ ეს ტუტორიალი, მოეწონათ ვიდეო, მე ზადან ვეხმარებ. შემდეგ მე პირველი სლაიდის დუპლიკატი გავაკეთე და ბოლოში გადავიტანე. აქ მოდელს ოდნავ ზრდი ზომაში და ვსვამ სხვა პოზიციაზე. შემდეგ ტექსტის ზომას ვაპატარავებ და მარცხენა ზედაკუთხეში ვათავსებ. ამ სლაიდზე შემდეგ ვამატებ პრეზენტაციის შინაარსს. მე დავამატე რამდენიმე ტექსტური ველი და ფიგურა იგივე ფერებით, რაც სხვა სლაიდებზე. ასევე დავამატე წრე, რომელიც დავაყენე ჩემს სასურველ ზომაზე. შემდეგ დავაწექი მარჯვენა ღილაკს, შევედი format shape-ში, წაუშალე outline და შევცვალე ფერი წითლად. შემდეგ მარჯვენა ღილაკზე დავაწექი და გადავიტანე უკან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ 3D მოდელი ყოველთვის წინ იყოს. შემდეგ მოვნიშნავთ ტექსტებსა და ფიგურებს, ვაკოპირებთ Ctrl-C, ბრუნდებით წინა სლაიდზე და გადმოვიტანთ Ctrl-V. შემდეგ ვამოძრავებთ მარცხნივ, რომ სლაიდიდან გარეთ გავიტანოთ. წითელი წრის შემთხვევაშიც ვაკეთებთ იგივეს, ვაკოპირებთ, გადაგვაქვს წინა სლაიდზე და უნდა გავიტანოთ სლაიდიდან. ბოლო სლაიდი ძალიან მარტივია. პირველ რიგში მესამე სლაიდის დუპლიკატს გავაკეთებთ, ყველა ელემენტს გადავაადგილებთ მარცხნივ, სლაიდიდან გარეთ გავიტანთ, შემდეგ 3D მოდელის ზომას შევამცირებთ, პოზიციას გადავამოწმებთ, მარცხნივ გავწევთ, სლაიდიდან გავიტანთ და ოდნავ შევაბრუნებთ. შემდეგ უკვე წრეს გადავაადგილებთ მარცხნივ, შეგვიძლიათ რომ სურათი დავამატოთ ამ სლაიდზე და გაიმეოროთ ის პროცესი, რაც ვიდეოშია მოცემული. ამის შემდეგ მე მართკუთხედების სახით შინაარსი დავამატე. ამ მართკუთხედებს მოვნიშნავთ, გადავიტანთ წინა სლაიდზე და გავწევთ მარჯვნივ, ანუ სლაიდიდან გავიტანთ. იგივეს ვაკეთებთ სურათის შემთხვევაშიც. შემდეგ უკვე Spider-Man-ის ყველა 3D მოდელი სლაიდზე გადმოიტანეთ წინ და გაიმეორეთ ის პროცესი, რაც ვიდეოში ამოცემული და მორჩა. მზად არის თქვენი პრეზენტაცია. მოგეწონა ეს ტუტორიალი და ლაიქი ვიდეო და გამოიწერე არხი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.